ტყე არის ხალხის, არა ერთი კაცის. ამ ლოზუნგით ვანის მერიასთან აქცია გაიმართა. კურორტ საირმეში ადგილობრივები 2 თვეზე მეტია 13,296 ჰექტარი მიწის ფართობზე სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაცემას აპროტესტებენ. ადგილობრივების თქმით, ლიცენზია უკანონოდ არის გაცემული. ამას გარდა ლიცენზიით განსაზღვრულ სამონადირეო მეურნეობის არეალში მოქცეულია ადგილობრივების, როგორც თვითონ ამბობენ, მამაპაპისეული მიწა, რომელზეც პროკურატურა მოსახლეობას თაღლითობის ბრალდებით ედავება. პირდაპირ ჯახი კოხოძესთან, დემურ კოხოძესთან, რომელს არა მომის ახლა თქვენი ინიციატივით ხდება აქ და შეხვედრა რაც ხდება? ხო კოხოძის დაკვეთა არის, ხო კოხოძის წარმომადგენელი აქ. ხომ არა, მოგისმინეთ ახლა მომისმინეთ. კი ბატონო. ხო და კოხოძიდან ვართ ადგილობრივი მოსახლეობა შეწუხებული. ის რას თქვენ თქვით ლამაზად, რომ გზები გავა იქ ვიღაცას გზამი გენს მიუყვანთ, გას მიუყვანთ ჩვენ ეს პროგრამა 100-ზე მეტია საირმეში ცხოვრობთ ადგილობრივი მოსახლეობა. დაახლოებით 20 ოჯახია, როგორც კოხოძზე მოს 6-7 ადამიანია, დაახლოებით 20 ოჯახია. კურორტ საირმეში თუ გაგიგიათ მესხიები, ფიფიები თუ გაგიგიათ. მესხიები და ფიფიები შეგრელებია, ბეჭუბავრია ვაშე. ხო და ის სკოლა ჩვენი წინაპრების ამოჩენილია კურორტი საირმე, ჟავეწყლები. ვალიკო მესხია შვილიშვილი. ჟავეწყლები, ჩვენი აღმოჩენილია ჩვენი წინაპრების. მანამ ცხოვრობით იქ სანამ საერთოდ. არა, მოდი, ხომ მოგისმენთ ახლა მე. კი ბატონო, იქამდე მივოლდო, მაგრამ გააგზელებ. კი ბატონო. მანამ ცხოვრობით სანამ კურორტის დაარსდებოდა, სანამ გზა ბაღდათიდან შევიდა უხუცესად გზა გადასასვლელი თავიდან, სანამ ზაგაკეთებოდა, სანამ კოხოზე გამოიჩეკებოდა და მოვიდოდა 15 წლის უკან ჩვენთან და აგვიწიოყებდა სიცოცხლეს და ცხოვრებას აგვიფორიაქებდა, მიწებს აგვიყადაღებდა, გვიჩივლებდა ერთი საჩივარი ადგილობრივი მოსახლეობიდან კოხოზის უმართლებს ერთ საჩივარს სოფლიოში ვერ მოიპოვებს ვერავინ. მისი საჩივარი ძალიან ბევრი მიდევს სახში და ყოველივე ჩვენთაგანს. ერთი ადამიანი არ არის კურორტში მეზობელი, ვისაც ნაჩივლები არ აქვს. უბრალოდ, აი მე არ მომწონ შენი ფასადი. ისე სიტყვაზე ვამბობ ხა ხო და ხუთი რატო გახურიაო ვიღაზე გიჩვენა. აი მაგას ამბობს აი თქვენ რაც მოყევით ხა კოხოძის დიალოგი და გავღიზიანდი რატო იგივეს გვეუბნება აი თქვენთვისო მე არაფერიო თქვენთვისო გზაო გაზიო დენიო ფუფუნებაშიო და ამავსობაში გვეუბნება ერთს გვიზღუდავს გზას გვიკეთებს საირმიდან ძელგორზე ვეღარ მოხდები არის უზარმაზარი ჭიშკარი იქ პრივატიზაცია გაუკეთა შესასვლელს და ჩემი ტერიტორიაა. თუ კი ყიდულობ გზას და შესასვლელს ალტერნატიული გაუკეთე ადგილობრივებს ხო 7-8 წელია მე იქ ვერ ხვდები ვაზამთრებდი იქ საფულეს ძელგორზე კერძოდ. აი შევდენი ტყის და ალპური შუალედში ვაზამთრებდი სანამ ბიჭოლი არ შემაწუხებდა. 7-8 წელია ვერ შევდივარ. ინა ეს სისულელეს ამბობს გზა არის ავარიულიო. მე ისედაც დავდივარ. შემიძლია ხა არის გასავლელი, გამოსავლელი დავდივარ. გზა არის ავარიულიო და უსაფრთხოების მიზნით ჩავკეთებ სახელმწიფო ტყე, რომელიც თუ კი ავარიულია, უნდა ამაზე უნდა შევდო სახელმწიფო, არა კერძო პიროვნება, მაგრამ მას აქ მოკავებული, მისაკუთრებული. ჩემი სახლის მიმავალი გზა ბაბუაჩემი 1925 წლიდან ცხოვრობს და გზაზე დამიყენა გასართობი ცენტრი რაღაცა ზიპლანი ცხენით ვეღარ გავდივარ. იქ დავდივარ როდო ფეხი, დავდა კიბე დააყენა და კიბეზე ცხენი ვერ დააწყდა. გამოსაკუთრებით. ხო. და ყველანაირ შემსულა ადგილობრივები გვიჩივის სასამართლოში გვარდენიებს და აი ველოსიპედი რო გადის და ჯოხს რო აგრიშკაში რო ჩაუდებ ისი აკეთებს ხო და არ გუჯერა ჩვენ ადამიანის და ეს დღევანდელი დღე რაც ხდება აქ შეხვედრა აქვს რაც არის ხო ეს არის ყველაფერი კოხოძის ინიციირებული და მისი დაკვეთილი და ვაპროტესტებთ მის ქმედებას და აქ შეიძლება კეთილსინდისფერი ხალხის იყოს ჩართული მაგრამ არ იცოდეს ის რაც ხდება და უნდა გავაგებიოთ მათ შორის თქვენ შეიძლება სექტორად არ წიგნოს რაც ხდება სადაც უნდა მიიღო ადგილობრივ მოსახლეობას ისა რა ქვია მონაწილეობა და დააკითხებოდნენ ამ ხალხს რომ ამ რაღაცას ვაკეთებ და ერთი მაშინ აღარასო რომელი აბა იმ ხალხზე მაჩვენე რომელი ადგილობრივ მოსახლეს ხელმოწერა არის რატო ყოფილი თავი და იმას იდეა თქვა ჩემი ხო შენს მოგესმენია იგივე შემამდეზე ახლა ვანები ვარ თქვენ ყოფილი და ვანები და მოსახლე აი იდეა აი შეიძლება მე წინააღმდეგ იმარა პირველ რიგში მაგრამ ადგილობრივი არ უნდა მეიწვიო მაგრამ როცა პოლიტიკაზე მიდგება საქმე და დეტალებზე მიდგება საქმე ვინ როგორ მიიღებს აქედან თვათ ეფექტურობა ამ შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო წინააღმდეგობა. ხო ეს დეტალები არის მოსაგვარებელი რა. უკვე დაზარალებული ხალხი ჩვენ არ.
უკვე მაგისტრის იცი რა უნდა გააკეთოს. მე მაგი მიმდინარეობს. მე ხო თქვენ ხარეზე ვიყავდი, ხა მაშინაც გითხარით, სწორად გითხარით. არა, გასაგებია, მე ახლა როგორც თქვენ გითხარით, ისე ვთქვა, მეც რაღაცეები ხო, მაგრამ მე იდეას ვიფრობი, რა თქმა უნდა, მაგრამ ის დეტალები რაც არის, მოსაქმე არავინ არ უნდა დაზავდეს. ერთ რაღაცას გეტყვით, მე ვარ აფხაზეთი, მე ვარ ამ ოჯახის მესხების სიცი. ბავშვობაში რუსებმა და აფხაზებმა გამომაგდეს ჩემი სახლიდან. ეხლა აგერ ჩემს მიწაზე ქართველი მაგდებს ისევ ჩემი სახლიდან. ეს ვერ გამომაგდეს. ეხლა გვარვენების სამართლოში სატყეორო უჩივის ადგილობრივებს ისტორიის კონექტორმა მარი არაფერი არ არის. ყველა ასე პასუხობს. მაინც ვერ წაგარწევენ. მაინც ვერ წაგარწევენ. პასუხი ეს რა? უნდა გქონდეთ მოწესრიგება. ყველაფერი გვაქვს. მოწესრიგებული გვაქვს დოკუმენტი. დოკუმენტალურად რო თქვენ ჭირმა გაკეთებული და სასამართლოში რო გვარბენინებენ და გააყალბეთო და გააყალბეთო გვეუბნება. ჩემი სიმამრის ზურაბთოლოდა ვარ რო შეიწირეს სასამართლოში სიარული დიდი ბოდიში თქვენთან ვსაუბრობ. ჩემი სიმამრის ზურაბთოლოდა უპატიოსნესი ადამიანი რო შეიწირეს სასამართლოში სიარული და სასაფლაოში როდებს. ეხლა ეს კაციებული, ეს კაცი იმიტომ ვარ ჩვენ ასე აღელვებული. თქვენ ახლა რო გამოხედით დოკუმენტალურად გქონდეთ თუ გაფორმებული რამოდენიმე წლის მერე მოგვადგნენ და უკვე ბედავებია. აი ეს არის პრობლემა. ანუ ეხლა ჩვენ რო დოკუმენტურად მოვაწესრიგეთ, აი ესეთი რატო და დოკუმენტურად როცა არა გაქვს, ხო ლუბოიჯოს მოვიდა და იჯარი განკენ ახრიდა. ადგენდა დოკუმენტურად რო მოვაგვარეთ, აი ამაზე გასწავლები რომ ცხოვრობდიო დოკუმენტის გარეშეო და კიდე იცხოვრებ 100 წელი. არა არ გინდა დოკუმენტიო. როგორ არ მინდა? შენ გინდა ამ ხელა 13000 ჰექტარი მისაო დაიკანონოდა, დოკუმენტით გააფორმოდა შენ საკუთრებაში და ჩვენ 700 კვადრატი არ გვინდა რაცო?